ესე ჩვენი მეორე დღე, ხო? ესე ჩვენი რამიჩი, ასე. ხუჯინებით ველა შამოიკიდოთ, ხო? ბეს რაღაცა როგორნიათ ხოლმე. იქ ძალიან ბევრი მიირქავს ხოლმე. მაშოთ ხელში, ანუ თქვენც მუშაობთ ხოლმე, არა. ტაბურეტკას დავიდებ ხოლმე, კომუნის დავიჭერ და ვკითხულობ ხოლმე. და თავისი გიკეთდება ყველაფერი. ესე ფიზიკური შრომა არ აგვიზარებოდეს კი ბატონო, სანამ შეგვეძლება. რაღაცა ესეთი, ნახეთ, პატარა ღილეღილეო და რამხელა მორები ჩამოვართ, ხედავ? ამას შეხედეთ, ამასობაში, დღესდღეობით დილით ესეთი, წყარო, ამასობაში, ამხელა ჯირკვები ჩამოვართ იგერ, ზემოდა. ამიტომ, ესეა ბუნება, პატივსემულება. გასიზავთ. ის ყოველთვის მეორდება, ამიტომ უბრალოდ ადამიანს მაგიტომაც მიეცა საშუალება განვითარებისა, რომ იაზროვნოს, სადა უნდა აშენოს. სხვადასხვა ძალიან მაგარ ადგილასაა წყაროს გვერდზე, სპორტული სკოლა და აგერ გადმოყურებთ თერმაკორიანს ზემოდან. მეორე დღე შევდექოთ ეგ საქვაბეს და საბოლოო ჟამს, როგორც ყოველთვის, საბოლოო წერტილი ჩვენი შედეგია, შედეგი სახეზე იქნება, ფაქტი სახეზეა, როგორც ყოველთვის. ამას ვიზახი, მე ამას ვქადაგებ და ეს უცვლელია. ესაც შეიცვლება. ხო? ვინაიდან შტანთქვა იმისა, ხო? ადამიანობისა ჩემს მხრიდან, ჩემი საქმეზე არის უბრალოდ დამოკიდებული. საქმე თუ არ გიყვარს, არაფერი არ გამოგივა. მით უმეტეს თუ თაერზე ადამიანი როცა არ ამოხვალ და არ იშრომებს. წინ ვერ წახვალ, ამასობაში რო უყურებ ადგილობრივები, ხო? ყარაჩოღლები ბჭყალებში 12 საათ დაიწყებენ მუშაობას და ეთყობა კარგად აქვს დაწყობილი საქმე. ამასობაში დილითო, ხო? გამოთქვა ვის დილით დგებაო, იმას ღმერთიც ეხმარებაო. და ღმერთი ჩვენსკენ